ანიტა არის 6 წლის, ჩვენ ვცხოვრობთ თბილისში, მისი დიაგნოზი არის სპასტიური ცერებრალური დამბლა, მიკროცეფალია და უკვე დამარცხებული ეპილეფსია. ცხადია, არ ვიყავით მზად ამ მდგომარეობისთვის, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული ალბათ მოცოტყოფნის პერიოდში ორსული ადამიანისთვის იმის გააზრება, რომ ის შვილს რაღაც ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა აქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ გაცილებით მეტად ინფორმირებულები არიან, გაცილებით მეტად ემზადებიან ამ მდგომარეობისთვის და ჩვენ შემთხვევაში ასე არ მოხდა, ჩვენ აბსოლუტურად ცარიელი ფურცლიდან დავიწყეთ ყველაფერი, რადგანაც მისი დაბადების შემდგომ აღმოცენდა ეს პრობლემა და მას მერე ვცდილობთ რაღაცნაირად გავუმკლავდეთ ამ მდგომარეობას. თავდაპირველად ძალიან რთული იყო, თუნდაც ის, რომ ასე ვთქვათ, გააქტიურებული გქონდა ეს ბრძოლის რაღაცა საოცარი უნარი, ვიბრძოდით იმისთვის, რომ რაღაცა შედეგისთვის მიგვეღწია, იმისთვის, რომ ელემენტარულად ბავშვს ქონოდა მობილობა, გადაადგილების საშუალება, ქონოდა ვერბალური უნარები, თუმცა ამ ეტაპზე ამას ვერ მივაღწიეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი, რა თქმა უნდა. აუცილებელია, რომ ყველა მშობელი პირველივე დღიდან იბრძოდეს. პირველ რიგში იმიტომ, რომ მშობლის მზაობა ემოციურად მშობლის განწყობა არ აქვს მნიშვნელობა ბავშვის გონებრივ განვითარებას, პირდაპირ მნიშვნელობით დაკავშირებულია ბავშვის კარგად ყოფნასთან. და ჩვენ რაზეც ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწია ჩვენ ოჯახში, იყო ის, რომ ჩვენ თვითონ ყოფილიყავით პირველ რიგში კარგად. იმისთვის, რომ ბავშვისთვის მდგომარეობა გაგვეხადა გაცილებით მხიარული, გაცილებით უფრო ვთქვათ, არ შეგვემჩნია ის, რომ ჩვენ ვთქვათ იმ ხელად კივილი და დარდი გვაქვს, რომ ეს ბავშვის პრობლემიდან გამომდინარე იყო. შეიძლება როგორც ემპათიის ნაკლებობამ, ასევე ზედმეტმა ემპათიამაც მშობლის ბუნება-განწყობაზე და მის, ასე ვთქვათ, საერთო ჭრილში მის ემოციურ ფაქტორზე ძალიან დიდი გავლენა იქონიოს. ჩემი შვილისთვის პირველ რიგში, რასაც ვისურვებდი მომავალში და ასევე ახლაც ყოველდღიურად არის ის, რომ საზოგადოება იყოს მეტად ინფორმირებული, კონკრეტულად ვთქვათ, როგორ შეიძლება იკომუნიკაციოს როგორც მშობელთან, ასევე შვილთან. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც თქვათ ანიტას მოფერებია უცხო ადამიანი და შემდეგ დაუყოლებია სიტყვა, რომ უი საწყალი. პირველ რიგში მშობელს იმიტომ ტკივა, რომ შვილს არ აქვს უნარი, ხო? შეიძლება ჩემი შვილი საერთოდ ვერც იაზრებდეს მას რა უნარი აკლია და ვთქვათ, რა უნარი არ აქვს და შეიძლება მას საერთოდ თავი არ გონია და არ თვლის, რომ საწყალია და ვთქვათ, სხვა ბავშვთან შედარებით გარკვეული უნარები არ აქვს, მაგრამ მშობლისთვის ეს არის ძალიან ასე ვთქვათ, გულის მომკვლელი, რომ იმ მომენტში რეალურად იაზრებ, რომ კი, ის სიტყვა, რაც გითხრეს, შეიძლება სინამდვილე იყოს, მაგრამ ამის გააზრება და ამ სიტყვის მიღება არის ძალიან რთული. მე მინდა იმ მშობლებისთვის თქვა, ვინც ვთქვათ, ახლა დაიწყო, ვინც ახლა შეეჩეხა ამ წუთას ამ პრობლემას, რომ ამას სჭირდება მუშაობა. ეს არ მოდის მაშინვე, თუმცა მე საკუთარ თავზე შემიძლია ის თქვა, რომ მე ვარ ის ადამიანი, ვინც ანიტას ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდეგ ძალიან ბევრი კარგი რამე აღმოაჩინა ამ სამყაროში და ანიტას შემდეგ გავიაზრეთ თურმე როგორ შეიძლება პატარა რაღაცეებით თკბობა ცხოვრებაში და მინდა რომ ყველა მშობელი მივიდეს ამ მდგომარეობამდე, მინდა რომ ყველა მშობელმა გაიაზროს ის, რომ ცხოვრება არ არის მხოლოდ გარკვეული დიაგნოზი და რომ ამ დიაგნოზთან ერთად შეიძლება იცხოვრო ბედნიერად და ადაპტირდე შენი შესაძლებლობების ფარგლებში.